მიტევების დღეა და გთხოვთ მომიტევეთ კიდევ ერთი ვიდეო. უკვე მე თვითონ მაღიზიანებს ჩემი თავი. ხალხო, ეხლა რაზე ვდებ ვიდეოს? ძალიან ბევრმა დაწერა კომენტარებში, რომ რა კარგი გოგო ანუკიო, აი ხა წავა და ვიყიდი მაგის კოსმეტიკასა. ასე მგონია, რომ აი ჯოჯოხეთის კარი გაიღო. არასდროს არ მინდა, რომ ვიღაცამ ჩემი რაღაცა იყიდოს, იმიტომ რომ კარგი გოგო ვარ, ან ცუდი გოგო ვარ. ან იმიტომ იყიდოს ჩემი ტუჩსაცხვი, რომ ვიღაცა ცუდია. ანუ არ მინდა ესე. მე არ გამიკეთებიან უკვე კოსმეტიქსი, იმიტომ რომ მე ვარ კარგი გოგო და არ მინდა რომ თქვენ გქონდეთ ჯიბეში ჩემი ტუჩსაცხვი, იმიტომ რომ ნუკი კარგი გოგოა და ნუკიზე უნდა იფიქროთ. მე მინდა რომ ეს ტუჩსაცხვი მოგიხდეთ, გესიამოვნოთ. მინდა რომ ყველა ყოფილმა ინანოს რომ თქვენთან ერთად არ არის, მინდა რომ ყველას შურდეს და ვერ ხვდებოდეს რა გისვიათ. მინდა რომ ამაყად ატარებდეთ, გიხდებოდეთ, მინდა რომ სუნამოს კარგი სუნი და გამყოლი სუნი გქონდეს და ისეთი ხელმისაწვდომი იყოს, რომ არ დაგენანოს არასდროს, რომ გემრიელად შეისხა, სადაც არ უნდა მიდიოდა. მოკლედ, არ მინდა რა, რომ ვიღაცამ შეიძინოს ჩემი რაღაცა, იმიტომ რომ მე ვარ კარგი გოგო. იმის და მიუხედავად, რა თქმა უნდა, ძალიან მსიამოვნებს ამდენი სიკეთე და ამდენი დადებითი ემოცია, არ ვიცი, საიდან მოდის ამდენი სიკეთე, ჩემს მარტო განსაკუთრებული არ გამიკეთებია, სიმართლე გითხრათ. მაგრამ ძალიან დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ, ეს კომპანია ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და არ ვთამაშობ ბინძურ თამაშებს, არ მინდა, რომ ვიღაცა არის ცუდი და ამიტომ მე კარგი ვარ და იყიდ, ამიტომ ჩემი რაღაცა აგილაგებთ პიგმენტურ ლაქებს, არა, ჩემი რაღაცა აგილაგებთ პიგმენტურ ლაქებს, იმიტომ რომ ამაზე მუშაობენ სპეციალისტები. იმიტომ რომ არ დავინანე ფული და ჩავდე იმაში, რომ ინგრედიენტები იყოს ძვირფასი. იმიტომ რომ ეს არის დატესტილი და ღმერთმა დაიფაროს თქვენ რომ მოგცეთ რამე უკუ რეაქცია. მე არ წავშლი კომენტარებს, მე დავტოვებ ამას და თქვენ შეძლებთ რომ აი ევროპაში მიმართოთ სპეციალურ what happened? ძალიან დიდი ბოდიში. მოკლედ არ ვაკეთებ მე ეგეთ რაღაცებს რა, არ ვაკეთებ მე ეგეთ რაღაცებს.